გადაცემა ბიბლიოთეკა მოგესალმებათ პარიზიდან, კერძოდ ფლორუსის ქუჩის 27 ნომრიდან. ჩვენ ვდგავართ შენობასთან, სახლთან, რომელშიც 1903 წლიდან 1938 წლის ჩათვლით ცხოვრობდა და თავის ცნობილ ლეგენდარულ ლიტერატურულ სალონში მასპინძლობდა იმ პერიოდის ავანგარდისტული და მოდერნისტული მოძრაობების ათობით წარმომადგენლებს უდიდესი ამერიკელი ავტორი, მის გერტრუდ სტაინი. ამ სახლში ის წერდა, ინახავდა თავისი დიდი ნახატების კოლექციას და ძმასთან, ლეოსთან და ცხოვრების პარტნიორთან, ელის ბიტოგლასთან ერთად აწყობდა ლეგენდარულ მიღებებს, სადაც ამ ხელოვანებს, ფრანგებს, ამერიკელებს, მთელი მსოფლიოდან პარიზში თავმოყრილ მთელ თაობებს საშუალება ჰქონდათ ერთმანეთისთვის აზრები მიმოეცხოვათ. ამ ადგილას თავს იყრიდნენ, შეიძლება ითქვას, დაკარგულმა თაობამ იპოვა ნავსაყუდელი, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური გადარჩენისთვის და შემოქმედების გაგრძელებისთვის. სახელების ჩამოთვლა, იმ ბუმბერაზის სახელების ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ. ერნესტ ჰემინგუეი, შერვუდ ანდერსონი, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, სელინი, პაუნდი, მოკლედ თომას ელიოტი, მხატვრები, პიკასო, მატისი, ამ ადგილმა დაახლოვა ეს თაობა და შექმნა ერთი ძალიან დიდი გუნდი, რომელმაც შემდგომ განსაზღვრა მთელი მე-20 საუკუნის კულტურული ხელწერა, შეიძლება ითქვას, და გერტრუდ სტაინი იყო ადამიანი, რომელმაც ამ ადამიანებს მისცა საშუალება, რომ ყველაზე თავია გადარჩენილი იყვნენ და თავი ეპოვათ. დაკარგული თაობა დაკარგვას გადაარჩინა, შეიძლება ითქვას და მათი ნამდვილად, იმიტომ რომ ამ სახელთა დიდი ნაწილი სწორედ გერტრუდ სტაინის აღმოჩენილია. დღეს ორ ქალზე უნდა მოგიყვეთ, ქალზე, რომლებმაც შექმნეს აი ამ თავშეყრის ადგილების გული, ორი გული რა, აი პარიზში, იმ დროინდელ კულტურულ პარიზში ორი გული ცემდა, ერთი იყო აქ ფლორუსის 27-ში და მეორე იყო ძალიან ცნობილ ლეგენდარულ წიგნების მაღაზია შექსპირი და კომპანიაში. აქაურობის მასპინძელი, როგორც უკვე გითხარით, გახლდათ გერტრუდ სტაინი, ხოლო შექსპირი და კომპანიას ხელმძღვანელობდა ასევე ამერიკელი ქალი სილვია ბიჩი. დღეს სწორედ ამ ორ ქალზე მოგიყვებით. ესეც მეორე საკულტო ადგილი, მე-20 საუკუნის დასაწყისისა ადგილი წიგნების მაღაზია შექსპირი და კომპანია, რომელიც დააფუძნა ამერიკელმა ქალმა, ერთ-ერთმა ექსპატრიატების თაობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სილვია ბიჩმა და მაღაზია, რომელშიც თავს იყრიდა ეგრეთ წოდებული დაკარგული თაობის, ანუ პირველ და მეორე მსოფლიო ომს შორის თაობის ყველა ცნობილი წარმომადგენელი. წიგნების მაღაზია, რომელიც იყო არა მხოლოდ მაღაზია, არამედ ერთგვარად კულტურული центრი პარიზის. დღეს პრინციპში თავისი პირველადი მნიშვნელობა მას უკვე დაკარგული აქვს და უფრო ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ თავის დროზე შექსპირი და კომპანია იყო ძალიან დიდებული ადგილი და ამ ადგილზე და სილვია ბიჩზე ცალკე ვისაუბრებდა. მანამდე გვინდა რომ ორი სიტყვა ვთქვათ გერტრუდ სტაინზე და დაკარგულ თაობაზე. და ზოგადად ამ ქალებზე, ამ ორ ქალზე, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადაარჩინეს ერთგვარი რაღაც ნოეს კიდობანი გააკეთეს, სადაც თავი მოიყარა მთელმა თაობამ, მთელმა ინტელექტუალურმა ნაწილმა იმ პერიოდის მსოფლიო ლიტერატურის, ასე შეიძლება თქვას, განსაკუთრებით რა თქმა უნდა ფრანგები და ამერიკელები იგულისხმება აქ. და გერტრუდ სტაინიდან უნდა გადავიდეთ სილვია ბიჩზე, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით ემოციური იყო გერტრუდ სტაინის საცხოვრებელ სახლთან მისვლა და ამ ადგილების მონახულება, რადგან ქართულ ენაზე აი ეს დიდებული, ეს
ძალიან მნიშვნელოვანი მწერალი, მარის ნათარგმნია ქართულ ენაზე და ჩვენთვის კიდევ ერთხელ ამბობ, ზედმეტად ემოციური იყო მის ნაფეხურებზე და მის ნაკვალევზე გავლა. მოდი თქვათ, დაკარგული თაობა რას ნიშნავს? იმიტომ რომ ამდენჯერ ვახსენეთ და როგორ უკავშირდება ეს ტერმინი გერტრუდ სტაინს? აი ახლა ძალიან ხშირად გავიგონებთ თაობების სახელწოდებებს ამ ბოლო პერიოდში. მას შემდეგ რაც Z თაობა, მილენიალები, აი ამ თაობების სახელწოდებები ძალიან ხშირად გვესმის და ამ ყველაფერს სათავე დაუდო გერტრუდ სტაინმა, აი ამ ადამიანმა, რომელიც ეს ტერმინი მოიგონა მან. უბრალოდ კი არ მოიგონა, გაიგონა. მაგრამ ჰემინგუეი მოარგო ამას. აი ამას ცოტა შორიდან ვიტყვი. გერტრუდ სტაინი, რომელიც შეძლებული ოჯახიდან იყო, მისი ძმაც აქ ცხოვრობდა და მას ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ პარიზში უბრალოდ კი არ ეცხოვრა, აქ შეეგროვებია გამორჩეული კოლექცია ნახატების და უბრალოდ ყველაფერთან ერთად ეპატრონა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქ ჩამოდიოდნენ, აქ თუ რატომ ჩამოდიოდნენ, ამას ცოტა მოგვიანებით ვიტყვი, მაგრამ საიდან წამოვიდა ეს თაობა. ერთხელაც, როდესაც გერტრუდ სტაინი თავის მეგობართან ერთად პარიზის ირგვლივ მანქანით სეირნობდა, ერთხელაც გაუფუჭდა მანქანა და ის მიადგა დაწესებულებას, სადაც შეიძლებოდა მანქანის გაკეთება. თავისი Ford T მოდელით, აი ცნობილი Ford-ის მოდელით წეირნობდა და მიადგა დაწესებულებას, სადაც ხელოსანს თხოვა, რომ შეეკეთებია მისი მანქანა, რაზეც ხელოსანმა უარი მიუგო და ამ დროს გამოჩნდა ამ სახელოსნოს მეპატრონე, რომელმაც გალანძღა ხელოსანი, როგორ არ შეგიძლია მანქანის შეკეთებაო და მან ამ დროს ლანძღვის დროს ხელოსანს უწოდა, უთხრა რომ შენ ხარ აი იმ დაკარგული თაობის წარმომადგენელი, წამხდარი დაკარგული თაობის წარმომადგენელი, რომელიც ხელიდან წასული თაობა. კი, რომელსაც არაფერი შეუძლიაო, აი აღარ ხართო ნამდვილი კაცები, აღარ დარჩითო, ამას გულისხმობდა. ეს ფრაზა დაიმახსოვრა გერტრუდ სტაინმა და შემდგომ უკვე, როდესაც მან გაიცნო ჰემინგუეი, ერთ-ერთ საუბარში, როდესაც მიმოიხილავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც დაიბადნენ დაახლოებით 1880 წლიდან პირველ მსოფლიო ომამდე პერიოდში, რომლებმაც გამოიარეს ომი, რომლებიც ომის შემდგომ დარჩნენ ერთგვარად უფუნქციო ადამიანებად. იმდენად მძლავრი იყო პირველი მსოფლიო ომის ექო ამ ადამიანების ყურებში, აი ეს აფეთქებები, რომლებიც მანამდე არ ჰქონდათ გაგონილი, ეს ახალი უამრავი იარაღი, რომელიც მანამდე არ არსებობდა, გაზებით დაწყებული, ქიმიური იარაღით დამთავრებული, რომლებიც ვიცით, რამდენიმეჯერ იქნა გამოყენებული პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში. იქ იყო ტყვიაფქვევი კატიუშა, იქ იყო სხვადასხვა ტიპის მძიმე ტექნიკა, რომლებიც მანამდე არ ენახა მსოფლიოს და პირველ მსოფლიო ომში ყველაფერი იქნა გამოყენებული და ეს ყურში მუდმივად ჩაესმოდათ ამ ადამიანებს და დამთავრდა ომი და ეს ადამიანები იქნენ რაღაც ერთგვარად უფუნქციოებად. აღარ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ. ადამიანები აი გერმანელებზეა ხშირად მოყოლილი, რომ ჩადიოდნენ საკუთარი სახლის ადგილას უბრალოდ ორმოები ხვდებოდათ. ამერიკელებზეც იგივე, რომლებიც ჩამოსული იყვნენ ამ ომში, იბრძოდნენ და სახლში დაბრუნდნენ და მათ მისცეს ადგილები, რაღაც პენსიები დაუნიშნეს და უთხრეს, რომ აი შენ პენსია და მოდი მშვიდად იწყო, მაგრამ ადამიანებს აღარ შეეძლოთ მშვიდად ცხოვრება. ძალიან ბევრმა მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ბევრი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოხვდა. იყვნენ რაღაც უკვე დაინვალიდებული, არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ თვითონ თვლიდნენ, რომ მათი ფუნქცია ამ ცხოვრებაში დაკარგული იყო. მოხდების მზეში ძალიან კარგად აქვს ეს ყველაფერი აღწერილი. აი იდეალურად აქვს აღწერილი და მისი ცხოვრება ზუსტად აი ამ კალაპოტში იჯდა და ამ დინარებით მიდიოდა. შემდეგ როგორ დაასრულა სიცოცხლე და ამას რა წინაპირობები ჰქონდა, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ აი ამ ადამიანები, ამ დაკარგული თაობის წარმომადგენლები, რომლებიც ამერიკიდან ვთქვათ გამორბოდნენ პარიზში, მათ ამ ყველაფერთან ერთად დაეწია დიდი დეპრესიის პერიოდი ამერიკაში, სადაც ფინანსური უდიდესი ეკონომიკური პრობლემები იყო ქვეყანაში და აი აღარ იცოდნენ ადამიანებმა რაღაც საკუთარ ტყავში ვეღარ ეტეოდნენ და ყველა მოაშურა პარიზს. ოღონდ პარიზს მოაშურეს ისე, რომ რაღაც არ ელოდათ პარიზში კარგი ცხოვრება. ხშირად ალალბედზე ჩამოდიოდნენ და არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებიათ. იყვნენ უნიჭიერესები, წერდნენ ძალიან კარგ ნაწარმოებებს, მაგრამ ეს ნაწარმოებები ხონდა გაეყიდათ. ჰემინგუეის ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ტორონტოში ეგზავნა მისი ნაწერები და ტორონტო სტარში გამოქვეყნებულიყო, მაგრამ მხოლოდ ჰემინგუეი ხომ არ იყო. აქ იყვნენ უდიდესი სახელები, შერუდ ანდერსონით დაწყებული, აი ღიმილის გარეშე ვესაუბრობ. ეზრა პაუნდის დამთავრებული. ირლანდია ჯოისიც კი აქ იყო, ანუ უამრავი უნიჭიერესი ადამიანი, რომლებსაც აი ამ ორმა ქალმა, ჯერ გერტრუდ სტაინმა და შემდგომ სილვია ბიჩმა
შემოქმედებითი სიცოცხლე აჩუქეს, უპატრონეს, რაღაც შეიფარეს, დედობრივი ზრუნვა მუდმივად არის ამ მწერლებთან, ეს პრობლემა მშობლებთან გაუცხოების პრობლემა მუდმივად უდგათ ამ მწერლებს და რაღაც ერთგვარად დებთან და მფარველთან და დედობრივი ზრუნვაც გაუწიეს ამ ორმა ქალმა. დაკარგულ თაობაზე ვიტყვი და გავჩერდები ხო იმედია თორემ არ შეიძლება ემოცია. უბრალოდ წეღან არ დაგვისრულებია როცა დაკარგულ თაობაზე ვსაუბრობდით რომ ეს ტერმინი შემდგომ როცა სტაინმა იმ მანქანის შეკეთების ამბავი ხო ირაკლი თქვა რომ ეს იყო ლეგენდარული ფორტეო და რატომ იყო ლეგენდარული ის აღარ გითხრობს ლეგენდარული იყო იმიტომ სტაინის ფორტე მას ეძახდნენ ანთი ანუ დეიდა ასე უწოდებენ მამიდა რა ვიცი როგორც გინდათ ისე თარგმნეთ ორივეს ნიშნავს და ასე იმიტომ ეძახდნენ ამ მანქანას რომ პირველი მსოფლიო ომის დროს გერტრუდ სტაინი და მისი პარტნიორი ელი სტოკლასი ამ მანქანით რომელსაც ზედმეტსახელი შეარქვეს იმდენად უყვარდათ და იმდენად ყველას ცნობდა დადიოდნენ საავადმყოფოში დაჭრილთან და მოხალისეობრივად ზრუნავდნენ მათზე რა დიდი საქმეა რა ამას იმიტომ ყვები რომ პირველ მსოფლიო ომის შემდეგ ასე მოხდა მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან კონტროვერსიული მოსაზრებები წამოიჭრა სტაინის და ტოკლასის შესახებ იმიტომ რომ ორივე მათგანი ებრაელი იყო და ვიშის რეჟიმთან ამბობდნენ რომ რაღაც გარკვეულ კოლაბორაციაში შევიდნენ და სტაინი წერდა გამოსვლის სიტყვებს პოლიტიკოსებისთვის მაგრამ ნუ რა ვიცი ჩემი აზრით ახლა ასეთი რამის გამო გაკიცხვა ადამიანის ებრაელის უამრავი ადამიანი გადაარჩინეს თან მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც დიდი საქმე გააკეთა სტაინმა როდესაც დაობლებული ებრაელი ბავშვები გადაანაწილა წესიერ პარიზულ ოჯახებში და ეხა აი კოლაბორაციონიზმზე საუბარი, როდესაც ებრაელი ხარ და ნუ რაღაც პირდაპირ საფრთხე გამუქრება, ხო არ ვიცი, მოკლედ ეს გადაწყვიტოს, ისტორია გადაწყვიტოს და არა, დაკარგულ თაობაზე ვიტყვით, შეიძლება ბოლომდე. დაკარგული თაობა, ეს ამბავი რომ მოუყვა ჰემინგუეის, შემდეგ ჰემინგუეი როგორც ამბობს, თუმცა ამბობენ რომ ეს ტყუილია, სტაინმა დააყოლაო, რომ აი თქვენ ხართ ეს თაობა, აი ეს მწერლები. ამ მწერლებს უთხრა მოკლედ რომ თქვენ ხართ ეს თაობა, თუმცაღა ელისტოკლასი ამბობდა რომ ეს არ უთქვამსო, უბრალოდ შემთხვევა მოუყვა ერნესტ ჰემინგუეისო. ჰემინგუემ ეს ფრაზა წაუმძღვარა თავის ნაწარმოებს აღმოხდების მზე, რომელიც წეგან ვახსენებ. გენიალურ ნაწარმოებს ეს უნდა ვთქვა. თქვენ დაკარგული თაობა ხართ. გერტრუდ სტაინი ასე იწყება რომანი. და შემდგომ უკვე ეს ფრაზა და მთელი ეს ისტორია ახსენა განუყრელ დღესასწაულშიც. აი განუყრელ დღესასწაულში. ვართ ახლა ჩვენ ზუსტად ხო პარიზი დღესასწაული, რომელიც მუდამ შენთან არის. თავის პარიზულ ცხოვრებას მიუძღვნა ჰემინგუემ ეს წიგნი და იქაც აღწერა ეს შემთხვევა და ანუ ამას ისე აღწერს რომ თითქოს აი სტაინმა რა კარგად თქვა მათზე. მაგრამ გადის დრო სტაინსა და ერნესტ ჰემინგუეის შორის გაირბენ შავი კატა და ჰემინგუეი უკვე სხვანაირად ამბობს რომ ეს როგორ გვაკადრაო ვითომ ეხა ანუ თვითონ არ იყო დაკარგული თაობაო და შერვუდ ანდერსონი დაკარგული თაობა იყო ფრენცისკო ფიჯერალდი დაკარგული მოკლედ ამის კომენტო და გააგრძელა არასოდეს კიდევ ერთი როდესაც აი ასეთ ადამიანებზე ასეთ გარემოზე წერ გადაცემას მუდმივად გახსენდება უამრავი რაღაც საოცარი ფაქტი და აი როდესაც შენ ყვებოდი გერტრუდ სტაინის მანქანაზე კიდევ ერთმა დაკარგული თაობის კიდევ ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა რემარკმა შემდგომ თავის გენიალურ ნაწარმოებში სამ მეგობარში აი ბევრი კრიტიკოსის აზრით სწორედ ამ გავლენით დაარქვა იქ მანქანას სახელი იმიტომ რომ მანქანებისთვის სახელების შერჩევა ნუ მაშინ მანქანები ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო და აი ეს კიდევ ერთ გავლენაზე მინდოდა მეთქვა რომ როდესაც რემარკმა კიდევ ერთმა ამ სამეგობროს კიდევ ერთმა უდიდესმა წარმომადგენელმა რომელსაც პარიზთან უდიდესი კავშირები აქვს და რომელსაც ძალიან დიდი დრო და აქვს გატარებული და გენიალური ნაწარმოებები აქვს ამ ქალაქში შექმნილი და ამ ქალაქზე შექმნილი კიდევ ერთხელ აი ესეთი კავშირი მინდოდა მეხსენებია მეტი არაფერი შეგიძლია გააგრძელო გადავიდეთ სილვია ბიჩზე ადამიანზე რომელმაც ეს ადგილი შექმნა რეალურად ეს ადგილი აქ არ იყო სხვაგან იყო და აქ გადმოვიდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს თავად ბრენდი შექსპირი და კომპანია და ეს იდეა ეკუთვნის სილვია ბიჩს, ქალს, რომელიც ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისევე როგორც ბევრი სხვა გადმოხვა ამ ტალღას და დაფუძნდა პარიზში. მეცენატი კიდევ ერთი. და სილვია ბიჩმა დაარსა ეს მაღაზია შექსპირი და კომპანია, მას შემთხვევით ნახა განცხადება რომ ქირავდებოდა ადგილი და გადაწყვიტა რომ შეექმნა იქ ადგილი რომელიც იქნებოდა არა უბრალოდ რაღაც წიგნების სავაჭრო ადგილი, არამედ ის ტერიტორია, რომელიც სალონი
რომელიც გააერთიანებდა თავის თავში ბიბლიოთეკას, სამუშაო სივრცეს მათთვის, ვისაც ეს სჭირდებოდა და 1922 წელს შექსპირი და კომპანია ეს მაღაზია გამომცემლობადაც კი იქცა, იმიტომ რომ სილვია ბიჩი იყო პირველი ადამიანი, რომელმაც გამოაქვეყნა ჯეიმს ჯოისის ულისე. წიგნი, რომელმაც აბსოლუტურ გადატრიალება მოახდინა მოდერნისტულ ლიტერატურაში, სრულიად ახალი ეპოქა დაიწყო და წიგნი, რომელსაც არავინ აქვეყნებდა, არსად საერთოდ და მან ძალიან დიდი იყო, რთულად საკითხავ იყო, ბევრი. ისეთ თემებიც იყო, ხო, ერიდებოდა ბევრი და სხვათა შორის სილვია ბიჩი მეამბოხე იყო ამ კუთხით, რომ მის მაღაზიაში ისეთი რამეები იშოვებოდა, რაც სხვაგან აკრძალული იყო, მაგალითად დევიდ ჰერბერტ ლორენსის ლედი ჩატერლის საყვარლები, რომლებიც ინგლისში და ამერიკის შეერთებულ შტატებში აიკრძალა, სილვია ბიჩთან აქ საფრანგეთში ხელმისაწვდომი იყო და მოკლედ ულისე მან მოაგროვა მეგობრებში ფული და 60 ეგზემპლარად, პირველად 60 ეგზემპლარად დაბეჭდა წიგნი, რომელსაც შემდგომ უკვე ძალიან დიდი წარმატება ხვდა წილად და ჯოისი ცოტა არასწორად მოიქცა სილვია ბიჩთან მიმართებაში, როდესაც ასე ვთქვათ, ეს წარმატება სილვია მოუტანა, მაგრამ შემდეგ ისე მოხდა, რომ მან კონტრაქტი სხვასთან გააფორმა და კაი დიდი ვალებით დააკისრა სილვია ბიჩს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა და ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი ის არის, რომ ულისე ეს წიგნი ამ წიგნს შეიძლებოდა დღის სინათლე საერთოდ ვერ ეხილა, რომ არა სილვია ბიჩი და შექსპირი და კომპანია. შექსპირი და კომპანია იყო ის ადგილი, ის მაღაზია, სადაც ისეთი ადამიანები გამოდიოდნენ ხოლმე საჯაროდ, რომლებიც ზოგადად როგორც წესი ერიდებოდნენ საჯაროდ გამოჩენას. აი მაგალითად თომას ელიოტი, მაგალითად ერნესტ ჰემინგუეი, რომელსაც აი ახლა 8 მოდაში ასკეზა ჰქონდა დათქმული, უარს ამბობდა საერთოდ საჯარო გამოსვლებზე, მაგრამ როდესაც მას სილვია ბიჩი სთხოვდა, ის დიდი სიამოვნებით აწყობდა საჯარო კითხვებს შექსპირი და კომპანიაში. ეს იყო ადგილი, სადაც არაერთი ნაწარმოების იდეა დაიბადა და ძალიან საინტერესო ისტორია აქვს პირველ დახურვას ამ წიგნის, როდესაც ნაცისტები საინტერესოა ტრაგიკული შეიძლება. როცა ნაცისტები პარიზში შემოვიდნენ, ეს ერთგვარი ქალაქური ლეგენდაა, გერმანელი ოფიცერი შევიდა მაღაზიაში და სილვია ბიჩს უთხრა, რომ მისთვის მიეყიდა ჯეიმს ჯოისის ღამისთევა ფინეგანისთვის. ფინეგანის ხო. დაკრძალა ფინეგანის ქელეხი, რა ვიცი, არაერთი ვერსია, მაგრამ მე როგორც ვიცი ეს წიგნი უნდა გამოვიდეს დღე-დღეზე და ერქმევა ღამისთევა ფინეგანისთვის და მოკლედ მოითხოვა ღამისთევა ფინეგანისთვის ეგზემპლარი. და სილვია ბიჩმა მას უარი უთხრა და თქვა, რომ ერთადერთი ეგზემპლარი ჰქონდა დარჩენილი და ეს მაღაზიის გარდა ბიბლიოთეკაც იყო და შეიძლებოდა გამოჩენილი იყო მკითხველი, რომელსაც ფინეგანის წაკითხვა მოესურვებოდა და ოფიცერმა უთხრა, რომ მე აქ დაუბრუნდები და დაუბრუნდები ძალიან ცუდად. მე შენ ამას არ გაპატიება და მართლაც არ აპატიეს და 1941 წელს სილვია ბიჩს მაღაზია დაუხურეს და თავად ის გადაასახლეს 6 თვე გაატარა ციხეში და რომ დაბრუნდა ძალიან ჰქონდა ჯანმრთელობა გატეხილი, მაგრამ აი აქ ივაჟკაცა ერნესტ ჰემინგუეიმ, რომელმაც მთელი მოძრაობა შექმნა შექსპირი და კომპანიის გადასარჩენად და ძალიან დიდი ძალისხმევა გაწიეს, ბევრი ფული ააგროვეს სამეგობრომ და ერთგვარი საწევრო შემოიღეს. აი ახლა რომ არის ხოლმე იუთუბერებს რომ ყავთ გამომწერები, აი ასეთი გამომწერების კლუბი შექმნეს და რაღაც ყოველწლიური, არ მახსოვს რა იყო, 200 ფრანკი იყო თუ არც, ყოველწლიური საწევრო უნდა გადაგეხადა იმისთვის, რომ უფლება გქონოდა შექსპირი და კომპანიაში გეულოდა აქ დამჯდარიყავი და გემუშავა. აქ გაიხსნა უკვე შემდგომ იმ ძველი შექსპირი და კომპანიიდან აქეთ გადმოინაცვლა და დარჩა საკულტო ადგილად და ეს მაღაზია ბოლო პერიოდში ხარ თქმა უნდა სილვია ბიჩი რომ გარდაიცვალა, მერე სრულიად სხვა ადამიანი გამოუჩნდა. უიტმანი, ასეთი გვარის ადამიანი და ახლა ამ სახლს მართავს ქალი, რომელიც არაფრით არ ენათესავება სილვია ბიჩს, ეს არის უიტმანის შვილი და ქვია სილვია ბიჩ უიტმანი, ანუ ასე დაარქვა მამამისმა სახელი, აი სულ პირველი მფლობელის და ამ იდეისა და კონცეფციის შემქმნელთან, ქალთან, რომელთანაც აი ამ ადამიანებმა უსამშობლო, ფესვებს მოწყვეტილმა, ღირებულებებთან გაუცხოებულმა და აი მორალურ, ხო, საყრდენ დაკარგულმა ადამიანებმა იპოვეს ადგილი, სადაც მათ შემოქმედებას აფასებდნენ, მათ ეთაყვანებოდნენ გამოცემაში და აი ხილვადობის გაზრდაში ეხმარებოდნენ. და აქვე მინდა ვთქვა, ერთი აუცილებლად მაყურებელს მინდა მომწოდო, როდესაც პარიზში მოხვდებით, აუცილებლად გამოიარეთ ამ ადგილას, იმიტომ რომ ეს არის ყველაფერთან ერთად საოცარი ადგილია, იმიტომ რომ მაღაზიის წინ პირდაპირ გამოსვლი ხარ თუ არა, პირდაპირ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, მდინარე სენა მოგელავს და ზოგადად პარიზის გული, არამხოლოდ პარიზის გულისცემას, ევროპის გულისცემას. ევროპის გულისცემას გრძნობ და როგორც აღმოჩნდა, არა მხოლოდ ევროპის, არამედ ამერიკის გულისცემასაც გრძნობ, იმიტომ რომ ეს ადგილი ამერიკელი
ექსპატების დაარსებულია და რაღაც ისეთი ამაღელვებელია რა ამ ყველაფერზე ფიქრი, ამაზე ლაპარაკი, იმაზე ფიქრი ორმა ქალმა როგორ დაიხვია თითზე, ასე ვთქვათ, აი მთელი თაობა რა შეიფარა ფრთებქვეშ, იზრუნა მათზე და არ ვიცი, აქ რომ გავარ მართლა აი ვუდი ალენის ფილმში მგონია თავი ჟუაღამე პარიზში, სადაც მე პოლოსტერის 4-3-2-1-ში მგონია თავი, იმიტომ რომ აი ეს პარიზის შუქებში, ხო? კი, მოკლედ ცოტა ზედმეტი რომ არ მოგვივიდეს, ზედმეტი ფაქტების ჩამოყრა აქ დავამთავროთ, იმიტომ რომ აი აქ კიდევ ერთხელ როდესაც გახარდა ამ ყველაფერზე საუბრობ, იმდენი ფაქტი გახსენდება და იმდენი რამ მოგდის თავში, რომ შეიძლება საათობით გაიწელოს ჩვენი გადაცემა. თუმცა თუ ინტერესი იქნება, მე ბათუმშიც გავაგრძელოთ ამ თემებზე საუბარი, ხო? გერტრუდ სტაინზე მე უკვე იმდენი მაქვს ნალაპარაკები, რომ წეღან ირაკლის გადავულოცე ესტაფეტა უკვე მრცხვენოდა ამაზე საუბარი თუმცა. მაგრამ იმდენი ყავს სელინით დაწყებული, ფიჩერავდით დასრულებული, რომ შეგვიძლია მთელი ციკლი მიუძღვნათ და კარგულ თაობას. ჩემთვის ხო, მაინც ეს მწერალი, ეს თაობა ძალიან ბევრ რამეს სრულიად სხვა რამეს ნიშნავს, იმიტომ რომ ფაქტობრივად თავდაპირველად მოხალისეობრივად მოვკიდე ხო ამის თარგმნას ხელი, იმიტომ რომ ვეთაყვანებოდი და ვეთაყვანები დღემდე აი მთელ ამ პროცესებს, რაც მე-20 საუკუნის დასაწყისში მეორე მსოფლიო ომამდე ტრიალებდა პარიზში. და ჩემთვის განსაკუთრებით ემოციური იყო პირადად ჩემთვის ამ ყველაფერზე ლაპარაკი და არის აი წეღან ესტაფეტა გადავულოცე ირაკლის ფიქრობდი რომ გერტრუდ სტაინზე მე აღარ ვილაპარაკებ მეთქი უკვე იმდენჯერ და იმდენგან და იმდენ ბრუნვაში მაქვს მასზე ნალაპარაკები მაგრამ ეს ის რომ თქვათ სტაინის სამი სიცოცხლის თარგმანს მოვკიდე ხელი ეს განაპირობა ჩემმა უდიდესმა სიყვარულმა ამ თაობის მიმართ და ანუ სხვა რა მომოძრავებდა რაღაცნაირად გარდა სიყვარულისა თუმცა ახლა ჩემს თავზე არ მინდა ვილაპარაკო მაინც ვერ ვიცმენ გერტრუდ სტაინზე ერთი-ორი სიტყვა კიდევ რომ არ ვუთხრა მაყურებელს რა მასშტაბის და რა საოცარი ქალი იყო. რატომ ეძახიან მას ამერიკული მოდერნიზმის დედას? იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ცნობიერების ნაკადის ტექნიკა, აი ეს ძალიან პოპულარული ასე ვთქვათ, ფორმა თხრობის, რომელიც გამოიყენა კი არა და მთლიანად მაგით დაწერა ულისე, ზემოთ ნახსენებმა ჯეიმს ჯოისმა, რომელიც გამოიყენა ვირჯინია ვულფმა, უილიამ ფოლკნერმა, აი ეს სიტყვები, ფიქრები, ვიდრე ისინი სიტყვებად გადაიქცევიან, ვიდრე მათ დავარცხნი და ისე გადაიტან ქაღალდზე. აი ეს ტექნიკა, რომელიც აი ეს მოყრილი სიტყვები, რომლებიც თითქოს აი ერთი შეხედვით რაღაც გაუგებარს ქმნის, მაგრამ ამ გაუგებრობაში არის უდიდესი დახვეწილობა, ხომ? აი ეს უნდა ძალიან ღრმად ჩასვლის შესაძლებლობას იძლევა პერსონაჟში. აი ეს ტექნიკა პირველად გამოიყენა, ერთ-ერთი პირველი იყო გერტრუდ სტაინი, რომელმაც ის სამ სიცოცხლეში, კერძოდ მის შუა ნაწილ მელანქტაში გამოიყენა და საერთოდ სტაინი არა მხოლოდ ცხოვრებით, არამედ შემოქმედებითაც ნამდვილი მეამბოხე აღმოჩნდა, იმიტომ რომ მან აი მოდერნიზმი რას ნიშნავს, ხო, მან თავდაყირა დააყენა მანამდე არსებული წარმოდგენები, როგორი უნდა იყოს წიგნი. მან დაწერა ისეთი უცნაური წიგნი ეს სამი სიცოცხლე, რომელიც ნუ აი ქვაკუთხედა და დასაწყისად იქცა მოდერნიზმის ეპოქის, რომ როცა ამერიკელ გამომცემელს გაუგზავნა ეს წიგნი, იმან არ დაიჯერა, რომ ეს იყო ამერიკელის დაწერილი, ანუ არ დაიჯერა, რომ ამ ადამიანმა ინგლისური იცოდა, ეგონა რომ ფრანგის დაწერილი იყო, რომელიც ატყუებდა ამერიკელი ვარო და ჩამოვიდა, ნუ მიმოწერაში როცა სტაინმა უმტკიცა რომ არა ბატონო ამერიკელი ვარო, ჩამოვიდა რომ პირადად გაეცნო და დარწმუნებულიყო რომ არ იტყუებოდა მის გერტრუდ სტაინი. და რაში მდგომარეობდა ხა ეს სტაინმა გრამატიკა საერთოდ ყირაზე დააყენა, პუნქტუაცია, ხან უარი თქვა პუნქტუაციაზე, ხან პირიქით ჭარბად გამოიყენა სასვენი ნიშნები, სინტაქსი შეიძლება და არ ვიცი, აი ერთი ზმნა მაგალითად 200-ჯერ გაემეორებინა ერთ წინადადებაში და ამას ის გამეორებას კი არა, დაჟინებას ეძახდა, რომ დაჟინების ცდილობდა თავისი იდეები გადაეცა მკითხველისთვის. მისი პოეზია, რომელზეც მისმა ცოდნა ფსიქოლოგიაში სტაინი პირველად განათლებით ფსიქოლოგი იყო, მისმა ცოდნა ფსიქოლოგიაში ძალიან იმოქმედა. ამ ცოდნამ ასევე ძალიან იმოქმედა მის წიგნებზე, მაგალითად სამ სიცოცხლეზე, აი უილიამ ჯეიმსის ამერიკული ფსიქოლოგიის მამის შერჩევითი ყურადღების თეორიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა სტაინის პერსონაჟებზე და მათ ხასიათებზე. ასევე უილიამ ჯეიმსმა მოახდინა სტაინზე გავლენა იმ კუთხით, რომ მას დაეწყო ცნობიერების ნაკადის ტექნიკის გამოყენება თავის წიგნებში და ნუ არ ვიცი, აი უამრავია სტაინზე სალაპარაკო. მაინც ალბათ ისიც უნდა ითქვას, რომ არა ის სიმდიდრე, ფინანსური სიმდიდრეს გულისხმობ, რომელიც მას გააჩნდა და მისი წიგნები დღის სინათლეს დიდი ალბათობით ვერც იხილავდა ამერიკაში განსაკუთრებით, რადგან ეს იმდენად ახალი იყო, რომ გამომცემლ
მოცემულები ერიდებოდნენ. ხო, როგორც ჯოის მოერიდნენ და არ დაბეჭდეს იმიტომ რომ ისევე ეს არ ნორმალური დაბეჭდა. იყო, მაგრამ აი იყვნენ ადამიანები, ალბათ ყველა ფაქტი იმისთვის არსებობს, რომ ან უნდა აი არსებობდეს. სტაინზე სიმდიდრეზე გამახსენდა რა მინდოდა კიდევ მე თქვა იცით ის იძენდა მხატვრების ნახატებს ხო კოლექციონერი იყო მაგრამ აი მაგალითად პიკასო, მატისი, სეზანი ამებს ყიდულობდა ძალიან დიდი რაოდენობით ხო მაგრამ არა იმიტომ რომ გამდიდრებული იყო ან იმიტომ კი არა კოლექციონერობა უნდოდა იძენდა იმიტომ რომ მათ დახმარებოდა და როგორც კი რომელიმე მათგანი ცნობილი ხდებოდა იმ წამს სტაინი კარგავდა ინტერესს მათ მიმართ ანუ ახლა რა ინტერესებდა უბრალოდ მათი ნახატები და გადადიოდა სხვებზე ვისაც უფრო სჭირდებოდა ჩანსი და პიკასოსთან დაკავშირებით კიდევ იმის თქმა მინდა რომ პიკასო კუბისტი მხატვარი ხომ იყო და სტაინი იყო კუბისტი პოეტი კი ანუ კუბისტურ ლექსებს წერდა, აი რა საოცრება ეს უბრალოდ უნდა ნახო რაღაცნაირად რა რომ მიხვდე რაზე ვსაუბრობ და მაგრამ ალბათ ეს უკვე საკმარისია ჩვენ მაყურებლისთვის სათქმელად ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ დაინტერესებული ადამიანი ამ ყველაფერს დაეწაფება, რადგან ჩვენ დღევანდელ გადაცემაში ვსაუბრობთ მე-20 საუკუნის შემქმნელებზე. კულტურაში, ლიტერატურაში, ზოგადად ხელოვნებაში მე-20 საუკუნე ვინ შექმნა ადამიანებმა, შემდგომ ეს საუკუნე გაგრძელდა და გაგრძელდა ძალიან ღირსეულად. დიდებულად გაგრძელდა და მოდის სტაინის მაგრამ ომის პერიოდი გადაურჩინეს ამ ადამიანებმა, რადგან ის წყვეტა რომ მომხდარიყო ეს ადამიანები რომ არსებულიყვნენ, მერე ალბათ ძალიან რთული იქნებოდა აი რენესანსის დადგომა მე-20 საუკუნეში ხელოვნების და ლიტერატურული რენესანსის. ამიტომ მართლა უდიდეს ადამიანებზე ვსაუბრობ და შეგიძლიათ და მოდი დავასრულოთ დაგემშვიდობებით სტაინის სულ ბოლოს სიტყვებით, რომელიც სასიკვდილო სარეცელზე გერტრუდ სტაინმა უთხრა ელის ტოკლას. სტაინის ბოლოს ძალიან უცნაური დიალოგი გაიმართა მათ შორის. რა არის შეკითხვა? კითხა სტაინმა ელის ტოკლას და რომელი შეკითხვა? თქვა ტოკლასმა და არ არის შეკითხვა, მაშინ რა არის პასუხი? თქვა სტაინმა და დალია სული. აი რა იგულისხმა, რა კითხვას და რა პასუხს ეძებ და ეს ბოლომდე საიდუმლოდ დარჩა და მოდი ჩვენც დავტოვოთ. გული აგიჭუყდა ხო? საიდუმლოდ დავტოვოთ ეს ბოლოს სიტყვები. არც გვაქვს პასუხი, არ არის პასუხი, ყველა ადამიანს საკუთარი პასუხი ექნება ამ კითხვაზე და აქედან გამომდინარე აი ჩვენ ვეძიეთ კითხვები და ჩამოვედით პარიზამდე, აი ამ დიდებულ ადგილამდე და შევხვდებით საქართველოში. შევხვდებით საქართველოში. თქვენ უყურებთ გადაცემა ბიბლიოთეკას. მომავალ შეხვედრამდე.